გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. დიდი ხანია Facebook, YouTube-ში არაფერი არ ჩამიწერია და ერთ ჩემ მოკლე იმას აზრს ვიტყვი, აი დღეს რო დავაქვთ ერთმანეთში ამ კონსერვატორებს და ერთი მეორე რო აქედან ხატია ჯანაშია და იქიდან კონსერვატორები და აქედან იქიდან და ასე და ისე. რა ვიცი, ერთადერთი ძალა იყო კონსერვატიული მოძრაობა, წარსულ ფორმაში ვიტყვი, რომელიც გამტანუნარიანი იყო რაღაცა გარკვეული იმისი, რა ქვია, მოძრაობების და თუნდაც იდეოლოგიების. ეს გამტარუნარიანობა ჰქონდათ მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, რომ ერთობა არსებობდა, ძალიან ბევრი ხალხი უჭერდა მას მხარს, დასაწყისიდანვე ძალიან ბევრი ხალხი უჭერდა მას მხარს, ბევრი ოცნების ამომრჩეველი, ბევრი სხვა პარტიის ამომრჩეველი, არა მაგ ლიბერალურ პარტიებზე საუბარ და ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ ბევრი აი ლიბერალური ფლანგიდანაც რაღაცა გადასულა იქითკენ რა, ანუ ხარდაჭერის მიზნით, იმიტომ რომ რაღაც მოწონებიათ და რაღაც. მე თავიდანვე ვთქვი, უთხარი, რომ სანამდე არის მუხტი, სანამდე ხალხში გაქვთ ძალა, ეს ძალა უნდა გამოიყენოთ. მერე მითხრეს ესეთი რამე ზურა მახარაძე მითხრა, რომ პირდაპირ ხა საუბრობდი, რომ ეს ძალა უნდა, ეს მუხტი უნდა მივიტანოთ არჩევნებამდე. Ну, კი ბატონო, მივიტანოთ რა, მაგრამ მე ცოტა მეეჭვებოდა ეხლა და ანუ არც ნიჰილიზმი არ ჩავაგდე, არც არავის არაფერი არ უთხარი, მაგრამ ფიქრობდი, რომ არჩევნებამდე რაღაცა მუხტის მიტანა არის ძნელი, ძალიან ძნელი, მით უმეტეს 4 წელზე. რავი, არჩევნებიც მოვიდა და ოცნებამაც დაიწყო უკვე კონსერვატიული ყაიდაზე გადმოსვლა და იდეოლოგიაც აახია, მოდი ესე ვიტყვი. და მაგ არჩევნებამდე ძალიან ბევრი რაღაცეები მოხდა იმ თვითონ პარტიაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და დღეს აი მიკვირს ეს ხატია ჯანაშიასთან რატო არიან ესე აგრესიულად? რატო არის ეს ზოგადად ესეთი დამოკიდებულება ყოფილი გუნდის წევრებზე? ერთი რაღაცა არ მოეწონებათ და იმისი გაკეთებული საქმე წყალშია ჩაყრილი, რაც აკეთა ადამიანმა მისთვის დაუშვათ 2-3 დღის წინ და დღეს, კაროჩე, უნდა ჩავქოლოთ. აი ესე გვაქვს გადაწყვეტილი. აი იმიტომ არის რა. იმიტომ არის, რომ ერთ ადგილზე ხართ. მე ესე მგონია რა. რომ ალბათ თქვენ თავშიც, რა ვერ ხედავთ რაღაცა, ხო შეიძლება რაღაცა შეცდომა დაინახო, რომ რაღაცა ისეთი და ასეთი კაცო. მიუხედავად დღეს ეს ერთმანეთის დაჭმა უკვე კაი ხანია მიდის რა, უბრალოდ ესე მკაფიოთ არ მიდიოდა რა და ერთმანეთის რაღაცა ისა და შიდა პარტიული რაღაცა ცოტა დაულაგებლო. დიდი ხანია მიდის, მაგრამ ამოხეთქა მოთმინების რესურსი ამოიწურა, ასე ისე და ეს ყველაფერი. და ძალიან ცუდი არის, როცა ადამიანს ესე ერთი ხელის მოსმით ხაზ გადაუსმევ და მოიწულებ, როცა იმ ადამიანმა შენთვის, რავი, კაპეზეზე იჯდა, ჯარიმები აიკიდა, გამოდიოდა და იძახდა, რომ პარტიას უნდა დავეხმაროთ, რა მაგარი ხალხია, ასე ისე და მთელ პიარს რო გიგორებდათ რა და დღეს რაღაცა არ მოგეწონა იმის გამო, რომ ვაიმე დედა ამ ქალმა შემთხვევით აქცია არ აგვახიოს და შემთხვევით რაღაცა უფრო მეტი ხალხი არ მოიზიდოს და რაღაცა და არ მოგეწონათ რაღაცა და უცებ გამოდიხართ და აი ეს მტერია, ეს მოღალატია, ხატია ისა, ჯანაში, მანამდე არ იყო მტერი, მანამდე არ იყო მოღალატე. მე ძალიან მაინტერესებს ხოლმე აი ოცნების იმაზე რომ იძახით ხოლმე, რომ ისა წევრებზე რომ
ერთი პრემიერი მოღალატე გამოგადგათ, მეორე პრემიერი ის გამოგადგათ, მესამე პრემიერი კორუფციონერისტი, ის გამოგადგა პრეზიდენტებმა არის ვარგა და რავი ანალოგიური ყველგან ხდება რა. თქვენ პარტიაშიც ალბათ ესე ხდება რა. ალბათ კი არა ხდება. და იყვნენ კიდე გუნდის წევრები, რომლებზეც პარტიის რომლებსაც პარტია ეყრდნობოდა და პარტიის მდგრადობაც იყო რა იმ გუნდის წევრებზე აწყობილი, მაგრამ დღეს ისინი აღარ არიან. დღეს კი არა, კაი ხანია ისინი აღარ არიან. ხო და რავი, აი ესე იცლება ნელ-ნელა და რავი, აი ძალიან სამწუხარო არის რა, ძალიან სამწუხაროა, რომ აი ესე ერთი ხელის მოსმით ადამიანს, რა ვიცი, პირდაპირ და არ შეიძლება რა, არ შეიძლება. ხანდახან ჩვენ თავშიც უნდა დაინახოთ თქვენ ადამიანებმა, რომ რა ვიცი, იქნება ჩვენა ვართ რაღაცა ვერ ვაკეთებთ ისე, ან რაღაცა ისეთი არის რა. ძალიან აბდაუბდა რაღაცეები ხდება, რა ვიცი, აი სამწუხარო ფაქტია რა. რავი, გასალანძღი აქედან არავინ არ არის. ვერც ერთი მხარე არის ამ სიტუაციაში გამტყუნებადი, იმიტომ რომ როდესაც რესურსი ილევა, იდეოლოგიის რესურსი ილევა და შენ ამას წელავ დიდ დროზე, ну, ამას უნდა მოელოდე რა, ფაქტიურად რა. ამის მოლოდინში უნდა იყო. როცა კი გქონდა შენ ძალა და მუხტი იმისა, რომ რაღაცა გექნა და თუნდაც რაღაცა ისეთი რადიკალური ნაბიჯებით რაღაცა გეკეთებინა, ხო, პირობითად, ისე ვთქვათ. რავი, არ გამოიყენეთ, რავი, არ გამოიყენეთ და მიიყვანეთ 4 და 5 და რავი, არჩევნებით და ისე და ასე და რავი, ესე არის მე ხალხსაც ნერვები ჭამს და რავი, ხო ხდებით რა, ეგეთი ამბები არის. ძალიან სამწუხარო ფაქტი არის, რაც ხდება რა და ორივე მხარის გამწყინს ეს რაღაცა რა და დღესაც დამირეკეს და აი მოდიოდა. ნუ არა რა, ნუ რა ხდება, იცი? მოდი დალაგდით რა ერთ სიტყვით რა ერთი მეორეში, გაერკვეთ ვის რა გინდათ და მე იმას ქენით ხოლმე რა დაპატიჟეთ ხალხი აქციებზე რა. პროსტა რავი, აი გაურკვევლობა არის რა ძალიან დიდი ისა და ხო და აი გაურკვევლობაში რო არ აღმოჩნდეთ, მოდით ჩვენთან და აგიხსნით. რატო იქ ხატიასთან მივალ და იქნება ხატია მომიხსნას კარგად და მე თქვენთან მოვალ. ანუ ვაფშე ერთად მოდით, ერთ ადგილზე და იმას ქენით და ერთი მეორეს ელაპარაკეთ, კაცო. ანუ ძალიან ცუდი რაღაცა არის რა. აი ძალიან ცუდი რაღაცა არის.